ექსპერტი შემოგვიერთდება კოკინა თამიშვილი და მას მივესალმები კოკი მოგესალმები ლატვიიდან გვიერთდება კოკი და პირველი კითხვა სწორედ ამ გლობალურ საკითხზეა იმ პრინციპში მეორე კითხვაც მესამე კითხვაც გლობალურ საკითხს შეეხება რა მნიშვნელობის რა გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ამბავი ხდება დღეს ვაშინგტონში კოკი უნდა აგვიხსნა მაყურებელ საუხს და ცხადია გულისხმობს სამხრის სამიც და რატომაა ეს მნიშვნელოვანი რეგიონისთვის და ჩვენ სად ვართ ჩვენო ბევრი კითხულობს და იქნება შენს გითხრა სად ვართ ამასობაში მივესალმები მაყურებელს მადლობა ირაკლი მოწვევისთვის მართლაც ეს არის რაღაც გარდამტეხი ჩვენი რეგიონისთვის ეტაპი დადგა, როდესაც სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებით ერთ სახლში ხდებიან და ასე ვთქვათ სამშვიდობო პროცესი რომელიც მათ შორის მიმდინარეობს და არის ძალიან ინტენსიური, რაღაცა კიდევ უფრო ფორმალიზდება და ასე ვთქვათ დასრულებისკენაც კი წავა იქ ბევრი კიდე გამოწვევა აქვს საკანონმდებლო აქტები არსებობს, როდესაც ვთქვათ არცნობენ რაღაც ტერიტორიებს, რომლებიც სადაო იყო და რომლის გამოც ომი იყო ამ ქვეყნებს შორის, ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის პრინციპში და პირველ რიგში ალბათ ამ ხალხს უნდა მიულოცოთ ჩვენ ეს წარმატება და რა თქმა უნდა ისიც გასაგებია გულისხმობა რა ჩვენ გვაქვს ჩვენ ვიყავით ფავორიტი რეგიონში დასავლური ორიენტაციის და ახლა ვართ მაჩანჩალ და ახლა ფაქტია ჩვენ კარგავთ სახელმწიფოებრიობას საერთოდ და ეს გულისწყენა რაც არის ქართულ საზოგადოებაშიც გასაგებია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ცალსახად დადებით ეფექტს მოახდენს და მოახდენს საქართველოს განვითარებაზე და საქართველოს გადარჩენაზე, იმიტომ რომ რეგიონით ინტერესდება ამერიკის შეერთებული შტატები და რეგიონში ბუნებრივია საქართველო არის და არსებობდა და ამ გეოგრაფიას ვერავინ ვერსად ვერ გავაქცევთ. ჩვენ გოკი მოდის ვიხდი, გეთანხმებით აბსოლუტურად ესე მოწყვეტილი ვერ იქნება რეგიონალური პროცესებიდან საქართველო ეს ცხადია, მაგრამ ამასობაში თუ საქართველო იქნება არა ადეკვატური ამ პროცესებში. იმიტომ რომ თუ ორი ქვეყანა ესე აქტიურად დგავს წარმოუდგენელი ამბავია ეს აზერბაიჯანის მხრიდანაც და სომხეთის მხრიდანაც პრინციპში. ესე აქტიურად დგავს ნაბიჯებს დასავლეთისკენ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და ასე შემდეგ. ამასობაში საქართველო სრულიად არაადეკვატურ თამაშს თამაშობს. მე ხა ჩემი ედიტორიალის ბოლო ნაწილი ასეთი იყო ცოტა ირონიული ცხადია დავსდევენ ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ჯემალს რომელმაც ყველა ჯუმბერი თუ ჯიმშერი არ უნდა მოიყვანოს სწორად იუსტიციის სახლში არ უნდა შეიტყუოს და ცხადია ხა ეს ირონიაა მაგრამ ანუ ეს ირონია ადასტურებს იმას რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში არაადეკვატურია ეს ქვეყანა მითხარით ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი და მე შემდეგი კითხვა მექნება აზერბაიჯანთან და აუცილებლად მანამდე გამოვეხმაურებ მე მგონია რომ საერთოდ სომხეთი და სომხეთის ლიდერი კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს გავს, იმიტომ რომ მის წინააღმდეგ იყო საერთოდ ყველაფერი ირანის გავლენის ქვეშ, რუსეთის გავლენის ქვეშ, თურქეთთან როგორი ისტორიული გამოცდილება აქვს, ხო, გასასვლელი ზღვაზე არა აქვს, მთელი სუბკულტურა არის შექმნილი სომხეთში ისეთი, რომ აქედან ესე იგი გამოსავლის პოვნა როგორ შეიძლება ყოფილიყო წარმოუდგენელი იყო და აი ასე მახვილივით კიდია, ბოდიშ ვიხდი გაწყვეტინებთ, დამოკლეს მახვილივით კიდია შეიძლება თლაძუსტის ანალოგი არ არის, ეს სიმსივნე ყარაბაღის სახით არსებობდა 30 წლის განმავლობაში. რაც განვითარებას ხელს უშლიდა და მთელი ესე იგი ჩვენ ხო ვიცით ხო, მთელი ესე კულტურის და სუბკულტურის ნაწილი გახდა აი ასეთ პატრიოტულ თუ ფსევდოპატრიოტულ თემებზე, ასე ვთქვათ, აპელირება და რაღაცა საზოგადოებრივი აზრი შექმნა, ასე რომ მართლა მე არ მგონი იშვიათი პოლიტიკოსი ყავს დღეს ლიდერად მასა და რისი თქმა მინდა ჩვენ რეგიონში ირაკლი ამაზე გვისაუბრია, რომ იყო ეგეთი გეგმა, მზაკვრული გეგმა 3+3, როდესაც საქართველოსთვის ეს გეგმა იყო აბსოლუტურად არ იყო მისასალმებელი და ჩვენს განვითარებას ხელს არ შეუწყობდა და ეხლა საერთოდ კიდევ უფრო მძიმე ფორმულას ვიღებთ 3-3-ის წინააღმდეგ, სადაც საქართველო რჩება სრულ იზოლაციაში ირანთან და რუსეთთან ერთად. ასე ჩანს ხო ფორმალურად, თუმცა
რა თქმა უნდა ჩვენ განვითარების და გადარჩენის შანსი გვაქვს. ეხლა ჩვენ რო რუსული ხელისუფლება არ ყავდეს და აი დღეს რო შევხედოთ, ხო, უბრალოდ ეხლავე შეიძლება გამოხმაურება, ეხლავე შეიძლება რომ გამოეხმაუროს საქართველოს დე-ფაქტო ლიდერი და რა კაი ამბავია, ჩვენც უერთდებით და აი ტრამპის გზამ აქაც გაიაროს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება და ბუნებრივია ამას ისინი არ გააკეთებენ. აბსოლუტურად არაადეკვატური დროს შემორჩენილი კი არა, ქვეყანა უბრალოდ იღუპება. მე ადრეც ვამბობდი რომ იმ სამშვიდობო პროცესში, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობდა, გადამწყვეტ როლს არა ევროკავშირი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატები შეასრულებდა, იმიტომ რომ მათი მაინც გავლენა ფინანსური, პოლიტიკური, სამხედრო მთელ მსოფლიოზე გაცილებით დიდი და ძლიერია ვიდრე ევროკავშირის და მხოლოდ გამიხარდა, როდესაც უკვე დავინახეთ ყველამ ერთად რომ ამერიკა ძალიან დიდ მნიშვნელოვანწილად ერეოდა ამ საქმეში, ხო? და მისი დადგმითი ეფექტი ჩანდა. ამერიკის შეერთებული შტატების მე მინდა აუცილებლად თქვამ რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიომ ხო მან ჩაატარა პირველი შეხვედრები ისეთ ქვეყნებთან რომ უკვე გამოჩნდა თუ რას მიაქცევდნენ ყურადღებას რას მიაქცევდა ეს ახალი ადმინისტრაცია ყურადღებას ეს იყო ინდოელი ავსტრალიელი იაპონელი კოლეგები და აქვე იყო საუბარი რომ ეს ქვეყნები ერთად ქმნიან ასე თქვა უსაფრთხოების დიალოგი ოთხხრივი რომელთა მთავარი ამოცანა არის ჩინეთის საპირწონე სატრანზიტო დერეფნების გაკეთება და ეს იყო პრიორიტეტი, თორე ხო შეიძლებოდა შეხვედროდა ის კანადელს ან ბრიტანელ აბსოლუტურად და მართალი ბრძანდებით, მაგრამ ერთი კითხვა ებადება ქართული ოცნების რიგით მომხრეს. ან შესაძლოა ლიდერებსაც კი თუ აზერბაიჯანი ლაგდება ამერიკასთან, აზერბაიჯანი რომელიც დემოკრატიასთან წყრალად არის, რატომ ვერ უნდა დალაგდეს ალიევზე, არა, ივანიშვილი ავტოკრატიისკენ გადახრილი ტიპია რასაკვირველია პერსონაა, მაგრამ რატომ ვერ უნდა დალაგდეს პრინციპში ივანიშვილი, რომელსაც აგეთ დამოუკიდებელია, ჩვენ დამოუკიდებელ მედიაში ვართ, ხო? ივანიშვილსაც ეს პრეტენზია აქვს, შესაძლოა, ეს შენიშვნა აქვს. თუ ალიევს იღებთ თეთრ სახში, ამ კობახიძემ რა დაგიშავათ? აი უნდა ამიხსნათ, რა სხვაობაა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რატომ აზერბაიჯანი და რატომ გადაეკიდა ცხადია ბჭყალებში შეერთებული შტატები Deep State საქართველოს. ძალიან კარგი კითხვა, რატომ ვერ დაალაგებს ქართული ოცნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან? პირიქით ჩვენ კიდევ უფრო შორს წავიდეთ, დაახლოებით 1 თვის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ესე იგი ინფორმაცია გავრცელდა, რომ საელჩოებს მათ რაღაც ასეთი დავალება მითითება მიეცათ, რომ რაღაც განსაკუთრებულად დიდი თავგამოდება სხვა ქვეყნებში არჩევნების შედეგებზე რეაგირების რო ყოფილიყო ასე ვთქვათ მინიმალიზებული, რომ აუცილებლად ყოფილიყო შეთანხმებული ასე ვთქვათ ცენტრთან და პირდაპირ სახელმწიფო მდივანთან და ამერიკისთვის და მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ რომელიმე ქვეყნის ქვეყანასთან, ნებისმიერ კონკრეტულ ქვეყანასთან მისი დამოკიდებულება, მისი ინტერესი და არა მაინც და მაინც რამდენ დემოკრატიულად ჩატარდა პროცესი. ამითიც კი ვერ სარგებლობენ, ვერ სარგებლობენ. და რატომ ამას გითხულობ? დიახ, აი, თქვენი. ზუსტად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ჯერ ამერიკის მოტივი უფრო ის არის, რომ თავიდან ბოლომდე უნდა რომ დარჩეს, ასე ვთქვათ, თავის თავთან და ეუთომან რომელიმე ანალიტიკურმა საერთაშორისო ცენტრმა არ გადაწყვიტოს იქ რომელიღაც ქვეყანასთან, მათ შორის ამერიკასაც როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს, თორე ამერიკა მაინც რჩება დემოკრატიის ლიდერად, ბუნებრივია და ეხლა ვიღაცამ სასტიკად ჩაატარა არჩევნები, რა კარგად ჩაგიტარებიათ არჩევნები, არ ითქვის, ესე არ უნდა გავიგოთ ტრაპარეტულად, მაგრამ ცალსახად თქვეს, რომ ჩვენი სახელმწიფო ინტერესი იქ თუ არის, ხომ, შესაძლებელია რაღაც აქცენტები სხვანაირად გაკეთდეს. რატო ვერ იყენებს? იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება დე-ფაქტო, რომელიც თავიდან ბოლომდე კონტროლდება რუსეთის მიერ და მათი თავისუფლების ხარისხი არის 0. ვინმე სხვა არ გონია, რომ პაპუაშვილი რამეს წვითავს. ეს ერთი და მეორე. ასეთი ქვეყანა ეს ამერიკისთვის წითელი ხაზია. თუ კონტროლდება ვერც მოაწყვილებს ირაკლი ამის თვამიდა შეიძლება. ვერც მოაწყვილებს ის, ანუ ამის რესურსიც არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ აიგივე რამდენჯერმე რუბიო ვახსენე, რუბიოს ჰქონდა ღია მოსმენა კონგრესში, სადაც სენატორმა დენისმა უთხრა, რომ მე ხშირად ვარ შუა აზიაში, მათ შორის თურქმენეთში, სადაც არის ძალიან დიდი ენერგორესურსები და ეს ენერგორესურსები სამხრეთ კავკასიის გავლით, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, ევროპაში ეს ხო არის ამერიკული ინტერესი, არისო რუბიომ, რა თქმა უნდა, უთხრა, რამოდენიმე დღეში დენისი ჩამოვიდა საქართველოში, როგორც ხედავთ, უშედეგო და ეს შედეგით რატო ვერ სრულდება?
დაზრუნდება, იმიტომ რომ ამერიკელები ეუბნებიან ისეთ რამეს ქართულ ოცნებას, რასაც ქართული ოცნება თავიანთი პატრონებიანა ვერ გააკეთებს. ეს არის დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნება, ხო? ტყვეების გათავისუფლება, ახალი დემოკრატიული არჩევნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამიტომ, ესე იგი, მანევრის საშუალებაც კი აღარ აქვს, ამ მართლა არ ვიცი როგორ მივმართო, მართლა რუსის მონებს უკვე დარჩენილი და აი ესე მდგომარეობაში არიან. და საქართველოში კიდე სხვა ქვეყნებზე მოდი არ ვილაპარაკოთ, ხო ირაკლი, დროც არ აქვს. საქართველოში კიდე ასეთი მართლობის დროს, ხო, სტაბილური ვითარება არ იქნება. ნამდვილად მართალი არ იქნება მშვიდობა, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. და რახან ამერიკას ამ რეგიონთან აქვს ასეთი მაღალი ინტერესი გამოხატული, ხო? ბუნებრივია ეს გავლენას პირდაპირ საქართველოსთვის სასიკეთოდაც მოახდენს, ხო? ცალსახად მოახდენს და დიახ. არა, განაგძეთ, არა, არ შევიწყვეტილებია, დიახ. ხო, ანუ ცალსახად მოახდენს და გარდა იმისა, რომ ჩვენ ესე იგი სულ ადამიანურად უნდა გვიხაროდეს, რომ სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის შეიძლება ეს პოლიტიკური სამხედრო და ყველანაირი კონფლიქტი შეიძლება უკვე ასე ვთქვათ, მილევად რეჟიმშია უკვე და შეიძლება დასრულდეს. გარდა ამისა, ეს არის ცალსახად ჩვენთვის სასიკეთო პროცესი და იგივე ხა მე ბალტიაში ვცხოვრობ, ლატვიაში, ხო? აქაც ეხლა სამივე ქვეყანას აქვს სპორტზე გასასვლელი, ჩვენთან მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ერთმანეთთან ძალიან მაღალი კონკურენცია აქვს აქაც ტვირთებთან მიუხედავად იმისა რომ პარტნიორები არიან მაგრამ აქაც ეს სატვირთო ნაკადები ბუნებრივია შემიძლია ვთქვა რომ თუ ქვეყანა მზად არის ამისთვის პოლიტიკურად ტექნიკურად და ტექნოლოგიურად და ინფრასტრუქტურულად ხო ეს ესე იგი აზიიდან მომავალი ტვირთი ბუნებრივია პირდაპირ ვთქვათ რომ ყველას ეყოფა უბრალოდ ჩვენ დავაშავეთ ის ირაკლი რომ ჩვენ დღემდე მოვედით ისე რომ ანაკლიის სპორტი არ აგვაქვს და დღეს ვართ იქ სადაც ვართ შორს აგვიყვანს გეთახმებით აბსოლუტურად აი ამ პირობებში პრაქტიკულად ბოლო კითხვა როცა ეს ხდება რა შანსი რჩება საქართველოს ეს ერთი ამბავია რასაკვირველია მაგრამ მეორე ამბავია აი ასე მოვაბრუნებ მოვატრიალებ კითხვას რამდენად შესაძლებელია რომ საქართველოს მოექცეს ამერიკის ადმინისტრაციის ფოკუსში ამასთან მალე მე მაინც და მაინც რაღაც მეგობარი აქტის მიღებას არ გულისხმობ ან დასანქცირებას ქართული რუსული ოცნებისა ხო უბრალოდ აი რეალურად სტრატეგიულ ინტერესს გულისხმობ შეერთებული შტატებისა რომელიც რასაკვირველია ამ რეგიონში აქვს, რეგიონში ფართოდ, ან რეგიონში ამ სამ სახელმწიფოში აგე დასტურდება დღეს, რომ ზანგეზურის დერეფანთან იმართებაში ამერიკა შემოვიდა პრაქტიკულად რეგიონში, ხო დამატებით შემოვიდა მეთქი, მაგრამ აი საქართველოს როდის გადმოხედავს ამ თვალსაზრისით, თუ უკვე გადმოხედა და არაადეკვატური ხელისუფლება დახვდა და სხვა სტრატეგიას მიმართავს ახლა ვაშინგტონი. ნაწილობრივ ესეა ირაკლი უბრალოდ ჩვენ არ უნდა გქონდეს პესიმიზმის საბაბს ვერ ხედავ უბრალოდ თორემ ამ ხელისუფლებასთან გარკვეული კომუნიკაცია და ცდელობა რო იყო ეს ფაქტია ხო ახსენეთ რომ დენსი ჩამოვიდა ჩვენ გვახსოვს რომ ელჩის საშუალებით იყო მიწერ-მოწერა ან მიწერ-მოწერის ცდელობა რაც უშედეგოდ სრულდებოდა აღარ გავიმეორებ არ წაუკითხავს ვერ წაიკითხა ხო, ანუ ცელობა, ხო? და ის განცხადებებიც რაც თუნდაც ტელეკომპანია ფორმულას და ასევე ისედაც გვესმის ხოლმე ტელეკომპანია ფორმულას საშუალებით სახელმწიფო დეპარტამენტმა აჩვენებს იმას, რომ საქართველოს დღის წესრიგში დგას უბრალოდ რაღაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, ეტაპზეა, ხო? ჯერ რახან არ ჩაერთო და თავიდან ბოლომდე რუსული რეჟიმი გვაქვს მართავს ჩვენ ქვეყანა ჩვენ და სამწუხაროდ პირველ ეტაპზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უნდა ყოფილიყო ეს პროცესი დასრულებული თუ რაღაც ეტაპამდე მიყვანილი და ამ წუთას ბუნებრივია ჩვენ ვართ დამოკიდებული გლობალურ პროცესებზე იგივე აი ორი სიტყვით ვიტყვი უბრალოდ რომ ინდოეთთანაც კი რომელთაც სტრატეგიულად ის განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორად იმიტომ რომ ჩინეთიდან გამოდიან მათი კომპანიები ყველა ამერიკაში ვერ ბრუნდება ინდოეთში უნდა გადავიდნენ ისინი და ჩინეთი კი აღიარებულია რომ ისე ასე ვთქვათ მეტოქე და გამოწვევა მინიმუმ თუ მტერი არა ხო ანუ ასეთ სტრატეგიულ მოთამაშესთანაც კი ის ცდილობს რომ აუცილებლად თავისი პოლიტიკის და გავლენის ქვეშ მოაქციოს და ჩვენთვის რა თქმა უნდა მისასალმებელია იმიტომ რომ ინდოეთი დღეს უკრაინის ამარაგებს კიდევ უფრო მეტად ვიდრე ჩინეთი თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რომ უფრო მეტ ნავთობს ყიდულობს კიდევ ვიდრე ჩინეთი და 20 ჯერ გაზარდა მან ეს რა თქვია თავისი მოცულობა რასაც ის რუსეთისგან ყიდულობს ანუ გლობალურ სხვადასხვა საკითხებზე ჩვენ დამოკიდებულები ვართ როდის და რა იქნება თუმცა ის რომ ამერიკის ინტერესებში საქართველოს იქნება ეს ხაზზე ცხადია იმიტომ რომ არც ერთ შემთხვევაში არ აწყობს რუსული რეჟიმის და რუსეთის არსებობა მტრულად განწყობილი ქვეყნის ასე ვთქვათ რეჟიმის განწყობა არსებობა
იქ სადაც ის თავის რაღაცა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ამგვარ საკითხებზე უნდა მსჯელობდეთ თქვენ სხვა მიმოხილველები, ექსპერტებიც, მაგრამ აქ იგითხარით, რომ აპროვინციულებს ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება იმ დღის ესრიქს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, მართლა უნდა მსჯელობდეთ თემაზე. აი რაღაც შუადერეფანი ასე მაგალითად ხან ანაკლიის სპორტი ახსენეთ თქვენ და სად არის ანაკლიის სპორტი მათ შორის თუნდაც ჩინელების მიერ ერთი დადებული აგური ანაკლიის სპორტში ეს კარგად ვერ დავინახეთ კი არა ვერ ვხედავთ. მოგლეთ კოკი იონათამიშვილი იყო ჩემი სტუმარი უღრმესი მადლობა კოკი თქვენი დროისთვის წარმატებას გისურვებ.